წონას და მადას არ უნდა ვებრძოლოთ. წონა და მადა უნდა ვმართოთ. ყველაზე ხშირია შეცდომა 18 საათიანი ღამის ინტერვალი. ამ დროს ნაღლის ბუშტი და კუჭნაწლავი უდიდეს სტრესს განიცდის. დიდი რაოდენობით მწვანე ჩაის გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში იწვევს კალიუმის შემცირებას. კალიუმი კი უმნიშვნელოვანესია გულის კუნთის მუშაობის დროს. აგრეთვე არ შეიძლება ბევრი ყავის და ერთფეროვანი საკვების მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რადგან ეს იწვევს ზოგადად ავიტამინოს. მკვეთრად ცივი ან ცხელი წყლის გამოყენება რაციონში მიზნით რომ დავიკლებთ არალოგიკურია. ცხელმა ან ცივმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭნაწლავის დისფუნქცია და ბევრი სხვა პრობლემებიც ავყიდოს. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გავაკეთოთ გახტომის მსურველებმა, დავგეგმოთ ჩვენი ინდივიდუალური კვების რეჟიმი, რომელშიც აუცილებლად გავითვალისწინებთ ჯერადობას. თუ 4-ჯერადად ვიკვებებით, ღამის ინტერვალი იქნება მინიმუმ 12-14 საათი, შევზღუდავთ მარილს, ცხიმებს და მარტივ ნახშირწყლებს, წონას აუცილებლად დავირეგულირებთ.